ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც რეალურად კაპიტულაცია. ისეთი, რომელიც უკრაინას გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენებს და რუსეთს მისცემს თავისუფლებას წინ წაიწიოს, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან მიმართებით. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი გეგმა პირველ რიგში ინიციატივაა, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის და ეს მიმართულება მშვიდობაა. ამასთან ამ გეგმაში არსებობს ასპექტები, რომლებიც დისკუსიას, მოლაპარაკებასა და გაუმჯობესებას საჭიროებს. რაც მაგიდაზე დაიდო, გვაძლევს იმის წარმოდგენას, თუ რა შეიძლება იყოს მისაღები რუსეთისთვის. ნიშნავს თუ არა ის, რომ ის მისაღებია უკრაინისთვის ან ევროპისთვის. ამ კითხვაზე პასუხია არა. უკრაინა არის ერთადერთი, რომელიც იტყვის, თუ რა სახის დათმობებზეა წამსვლელი საკუთარი ტერიტორიების ნაწილში. ეს ეხება ენას, კონსტიტუციას და ასე შემდეგ. ამასთან გინდასტურებთ, რომ ევროპა არის ერთადერთი, ვინც გადაწყვეტს, თუ რა უნდა მოუხერხონ გაყინულ რუსულ აქტივებს, რადგან ის გეგმის ნაწილია. ვაშინგტონში ჩასვლა და ამის თქმა არ მჭირდება, რადგან ასეთია კანონი და ასე იყო მუდამ. ჯარი არის უპირველესი, რაც უკრაინას დაიცავს. ჟენევაში წარმართული დისკუსიების საკითხი გასული რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ის, რომ არ შეზღუდულიყო უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა რუსეთის აკვიატების გამო. უკრაინისათვის და ჩვენთვის პირველადი გარანტია უსაფრთხოებისთვის სწორედ ჯარია, რომელსაც ვაძლიერებთ, წვრთნებით, შეიარაღებით თუ შესაძლებლობებით.